მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ კიდევ ერთი პაციენტი მოგვივიდა, რომელიც კრილს ვითარება ყოველთვის როგორც მძიმეა განახი. ანუ ეს მდგომარეობა აქვს. როგორც ხედავთ, აი აქ ასაშენებელი გვაქვს. აქაც ასაშენებელი გვაქვს, აი ეს არის აცელელი, როგორც ხედავთ. ეს ყველაფერი უნდა დავსვათ ჩვენ. რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზედვე მუშაობა, ზედვე დაშპაკლა, ეს ყველაფერი რომ ანუ ასე ვთქვათ დავაზაზოროთ. მე თუნუქის საქმეც აქვს ფაქტიურად ჩვენ დასასრულებელი, იქიდან გამომდინარე რომ დაუსრულებელია. მან მიაყენე და მე სადმე გადავწევთ. აი ესეთი მდგომარეობა აქვს, ეხლა განახებთ რა თქმა უნდა მის ჯამთელ კრილოს, ანუ აი ესე უნდა იჭდეს ეს ყველაფერი. აი ეს მინიმალური ზაზორები აქვს, მინიმალური ეს ყველაფერი, როგორც ხედავთ, ეს კანტი თავისი კანტი მოკლედ. ეს ყველაფერი უნდა დავაქსეროქსო და გადმოვიდანოთ აი აქ, რომ აქაც იჭდეს ეს ყველაფერი. როგორც ხედავთ, საცერშია გატარებული საფანტი აქვს ნასრული თუ რა. შიგნით ასე აქვს, მოკლედ როგორც ხედავთ, საცერივითაა მოკლედ. ლანდი გაზდის, ნუ ეს ყველაფერი გვაქვს მოსაგვარებელი, როგორც აქედან დამუშავდება, ანალოგიურად შიგნიდან დამუშავდება, რომ აქედან ამ საცერისგან მოკლედ ამ ხვრელებისგან, ნახრეტისგან რავი რა დავარქოთ ამ ყველაფერს, რომ წყალი არ მოხდეს, ნესტი არ აიკიდოს და სამომავლოდ არ გაიბეროს, ან არ გაფუჭდეს და მოკლედ მაქსიმალურ დროზე რომ იმუშაოს და თავის საქმე გააკეთოს. ესა გასაკეთებელია მანქანაზე. გადავედით ახლა აქედან მხარეს. აქედან მხარეს დაზიანება ქონდა აი ეს. ესა მოსაგვარებელი. ეს შიგნით არის. ეს ყველაფერი დასამუშავებელი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაიშლება, რომ მიუდგეთ ამ ყველაფერს, აი ესეთი მდგომარეობა აქაც. აქაც მას გერმეტიკი წაუსვია, აგვაში გერმეტიკები ამას არ უსვია, იქიდან გამომდინარე, აი როგორც ხედავთ, აი ესეა. ეს არ არის BMW, არ არის Audi, არ არის Lexus-ი, იქიდან გამომდინარე, Toyota-ს არ ახასიათებს აქ გერმეტიკის წასვლას, არც ანალოგიურად ამ ადგილებში უნდა იყოს სულთად, ქარხნულად, როგორც საჭიროებს. ამაზე წინა კრილო შეიცვალა, განახებთ დანარჩენ დეტალებს. ანუ ეს არის ყველაფერი მისი დეტალები, როგორც ხედავთ, ესაც მოკლედ ეს ყველაფერი გაიშკულება, რა თქმა უნდა, წებო დაისხება და მე გრუნტი, რომ ჩამოსხმული ფორმები რომ მე არ გამოჩნდეს, ცოტა ზორმად ჩანს ხოლმე უშინოთ. ეს არის მისი კრილო, ეს კრილო არის ტრანსპორტირებული გრუნტიაზე, ეს ამაზე უნდა გასუფთავდეს ბოლომდე, კინამდე უნდა ჩავიდეთ. მე წავა რა თქმა უნდა, კისლოტნი გრუნტი წავა. ანუ ჯერჯერობით ესეთი მდგომარეობა გვაქვს, იმ კრილოს გამოყვანას და დავიწყე პედაგოგიურად გადავიღებ განახებთ ამ ყველაფერს. და ნახოთ რას გამოვიყვანთ ამ წაქცეულ კრილოსგან. მაქსიმალურად დავხოცოთ ეს ყველაფერი რა, აქაც ძალიან უშლოდ არის რა, ფაქტიურად აი ეს გაბერილი აქვს რაღაცნაირად, ნუ მოკლედ რა, რავი, აი როგორც ხედავთ, აი ეს ლანდი რაც შიგნიდან გაზდეს ეგრეა. მოკლედ მეგობრებო, გავასუფთავე კინის ჩოთკით. აიტყობა კიდევ ეს ნატრიალების ზედრაცაა, ესე მაქსიმალურად როგორც შეიძლებოდა, მაგრამ აი ამ საფანტით ნასროლებს არ ვიცი რა მოვა, როგორ მოვა მაქსიმალურად შევამსო, შიგნიდანაც დავამუშავოთ. დავსვათ ეს ყველაფერი იდეალურად. რა თქმა უნდა, დაზაზორებით გიცით, როგორ დაზაზორდეს, როგორ დავსვეს მოკლედ ყველაფერი კბილებში. და იქიდან გამომდინარე, ნახოთ რა გამოვა. მოკლედ კანტებზე გვაქვს სამუშაო, ერთი კანტი აქ მოყვება, მეორე კანტი აქ მოყვება, მესამე კანტი მანდ მოყვება, ახლა იქეთაც ნახოთ რა ხდება და აი ესეთი ოვალური ტალღა აქ არის. აი ესეთი ოვალური ტალღა კიდე. და მესამე ტალღა აი აქ აქვს ზემოთ მხარეს. მოკლედ ესე მეგობრებო. так, მოკლედ დამუშავდა ეს კრილო, ნუ ეს ყველაფერი შექმნეყენა, ვეღარ მოვასწარი გადაღება. მოკლედ აი აქ როგორც ხედავთ, აი ეს ბორტი ავაშენეთ, აი ესეც სულ მოკლედ აშენებული ბორტია, ესე განახებთ. იქიდან გამომდინარე, ზაზორი დამჯდარი იყო აქეთ, როგორც ხედავთ, ფორმები შპაგით აქვს გამოყვანილი. ეხლა ეს ყველაფერი დაიგრუნტება, მე ისევ აიწყობა, რა თქმა უნდა, ზედ დამუშავდება. ფორმები და კანტები ფაქტიურად. სტომილება არ მოხდეს არაფერში. რაც შეეხება წინა მხარეს. აქ წინა მხარეს ესეთი დაზიანება აქვს, მოკლედ, ესეთი რაღაცები ჭირს. აქაც ესეთი რაღაცები ჭირს, აქაც ესეთი რაღაცები ჭირს, მოკლედ ყველაფერი დამუშავდეს. ამ ყველაფერს დავამუშავებთ, მე შეღებილსაც განახებთ. რა თქმა უნდა, მისი წინა ბამპერი არის აი ესაც ჩვეულებრივ მუშავდება, იგრუნტება, იქიდან გამომდინარე
რო აი ესენი რაც ახასიათებს ჩამოსხმული გამო რო ისხმეო ბამპერი აი ეს უზორები რომელი არ გამოიტანოს ზოგი ხებავს ეგრევე მოსასრულია რომ დაიგრუნდოს იქიდან გამომდინარე სუფთად გამოვიდეს და აი ეს უზორებს რასაც ხედავთ ახლა აი გამუშავების პროცესში რაც გამოჩნდა რომ მე აღარ გამოჩნდეს და ამ პრობლემასთან მოკლედ რომ ავარიდოთ თავი так, მოკლედ არ ვაპირები გადაღებას ამ მომენტების, მაგრამ გადავღებ, იმიტომ ხელები დავიგლიჯე მოკლედ რა. აი აქ ძმას ქონდა გერმეტიკი ქონდა წასული ატაჩილების მაგივრად. ანუ უბრალოდ რატომ ამიხსენი რა. აუ თუ გეზარებდა სულ არ აგეტაჩილებინა, ვაფშე არ დაგედუღა რა, დაგეტოვა ეგ ადგილი მას. აქაც გერმეტიკები აქვს მოკლედ აი ესე წასულა ძლივს აუფხიკე და კიდე ასაფხეკია. ანუ რატომ ასე მითხარი, ანუ ვერასწორებ ისედაც ჩანს ნაკეცი და მაინც ბოლომდე ვერ გაქვს გერმეტიკი წასულა, ისე ვერ წაუსმედი ვარ გამოჩენილი მოც. მოკლედ აგოში რა ხდება? ესე თქვა მაქის ნაწილი არ იყო თუ რა თემა აღოში. აღოში თქვა სხვაგან არის ეს. აი აქ რა ხდება? აი ეს გერმეტიკი რა პონტია ვეთაო. აი ეს რა პონტია, ეს გერმეტიკი აქ რა წას. თან რა გერმეტიკია წასული და სამლარიანი რაღაც დაგავია წასული. თავის გერმეტიკიც არ უსვია კანტებსაც უნდა წაესვას წესი. ან ეს რა არის? აი აქაც რა არის? რა ვიცი. ან ეს რა არის? ანუ აპრავკა აღარ იყო რომ თქვენ უნდა მიგომრიყო და უბრალოდ დაგეუთოებინა თუ რა არის აი არ ვიცი ეს ღრიჭო რა არის საზაფხულო პატარა სკვაზნიაკია დატოვებული რომ გრილად იყოს რავი თუ წყალი შემოვიდეს აი იქიდან ან ეს რა გერმეტიკია ეს იქ რა ეს გერმეტიკი რომ დაწვის ყველაფერი ხო არის გასასუფთავებელი ეს რა და ან ამას რო ასწორებთ ელემენტარულად მეორე მხარეს ხო გაყალიბი როგორი ფორმაც მოყვება და როგორი ფორმაც უნდა იყოს თუ ესეთი არა ზუსტად მიახლობით ხო უნდა იყოს აქ რო გაქვს ეგ ასწორებული ეს ოხში სხვაგან არის მეზობლის პანელებითაა და აი მოკლედ ამას მაქსიმალურად დავამუშავებ ხოლმე ჩეთრი წმინდა და ესეთ ადგილებს მაქსიმალურად დავამუშავებ რა ფორმები როგორ გამოიყო ამაზე რაც არ არის გასწორებული აქ უბრალოდ ესეთი ადგილია ეს პანელი რომ აქ უნდა იყოს აკურატი ნამუშევარი აკურატი თუ არ და მიახლობით რაღაცა მაინც უნდა იყოს არა ესე გერმეტიკები წათხებნილი ანუ გერმეტიკის ხوار წაუთხებნო რა მოკლედ ესეთი მდგომარეობა აქ ამ პანელს მოკლედ ნახევარი ეთქობა რა მეზობლის კარებივითაა სხვაგან იყურება ეს ჯიურლად არის ყველაფერს გავასუფთავებ ბენზინით გავწვი და ობიჯრობით გავასუფთავებ აკაურობას და რავი მაქსიმალურად შევძებ აი ხრიჭოს დაგეტვას როგორ გამომივა არ ვიცი სუფთა და აკურატად და დანარჩენი კიდე რასაც ხედავთ პანელზე აი ეს მიჩაკუჩებული და გერმეტიკ დათხმილი აი მაგ ყველაფერს შევეცდები რომ გავასუფთავო და გავასწორო ნორმალურად რო იყოს აქ მეგობრებო დასრულდა ბამპერები გრილო დაგჭა მანქანაში და მხარეს რო შევღებავთ ბაგავინას მე რო შემოვიყვეთ მანქანას ბამპერებიც გამოვიდა ესე აქ შუაში ნაკლატკები დგება შავები ეს ამის მერე შევღებავთ უკვე ზედმე დგება აქ აღარ დაუტვირთეთ აცაღებავით არაფრით ეს უქმე ადგილია რო იტყვიან ესაც გრილო დაზიანებული მხარე დანარჩენი მანქანა რო შემოვა უმელში უკანა ჩვენ აშენებულ გრილს რო შევღებავთ რა თქმა უნდა რო აიწყობა ის მანქანა გადავიღებ და განახებთ როგორ დადგება ეს ბამპერი უკანა ჩვენ აშენებულ გრილსთან ну დანარჩენი რაც თქვა თქვია რომ აიწყობა შავი თეთრი რო დადგება ამ ყველაფერს დეტალურად თქვა გადავიღებ და განახებთ მეგობრებო
მოკლედ მეგობრებო დასრულდა ეს მანქანაც ჩვენ სერვისში და ეს როგორ გახსოვთ მისი მდგომარეობა და ეს გამოვიდა ჯიგრობად ფაქტიურად ეს ჩავაშენეთ ქვედა მხარე ესეთი გამოვიდა ის კანტებით ანუ ესეთი კანტი მოყვება ეს ზემოთ ამოდის და ესეც აკვერდება ანუ ეს ტალღაც აი აქედან ესეთი ჩანსნი გვაქვს აქაც ანალოგიურად აქვს აი აქეთ ანალოგიურად აქ ჩამოდის ესე გამოდის და აქედან ზემით ამოდის აქაც ანალოგიურად ესია ეს ყველაფერი აიწყობა შეძლებითად გვარად თუ შევწერი რა თქმა უნდა გადავიღებ აწყობილ მდგომარეობაში და ამ ყველაფერს განახებ და როგორ დგება რანაირად დადგება მაგრამ ყველაფერი იაროდ დადგება იმის შეღებამდე ყველაფერი დავზომეთ ყველაფერი დავზით უკანასტოპით ბამპერით ზედვე დავაყენეთ რომ აქ ცნობილება რო არ მოეცა მოკლედ აი ესე დასრულდა ეს მანქანაც ჩვენ სერვისში მოკლედ აი ესე მეგობრებო სავარაუდოდ ნახავ როგორ გამოვა თუ გამოვა რა თქმა უნდა აწყობილ მდგომარეობასაც გადავიღებ და განახებ თუ რა როგორ დადგება ზე თუ მანქანა რა თქმა უნდა აიწყო ჩვენ სერვისში და მეც თუ მოვესწარი ამ ყველაფერს აქ მადლობა ყველაფრისთვის გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და აკომენტარეთ ლაიქეთ მოკლედ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ესაც უნდა მოგვიღო არ ამოვიღეთ იქიდან გამომდინარე რომ როგორც ხედავთ ანუ სპირალები აქვს რომელიც შეიძლება და ამოღების დროს ეს სპირალები დაზიანებულიყო მფლობელმა გადაწყვიტა რომ არ ამოვიღოთ გადასვლის თემაშიც თავი შევიკავეთ ანუ არ უნდათ მოკლედ ეს შუშეთ მაგის გამო არ ამოვიღეთ რომ აი სპირალები არ დაზიანებულიყო თორე ზოგადად შეღებას ვაპირებთ აი გვაპირებთ ეს წვეტას რომ აი აქ ორადიდას არ გაგვეწყვიტა ანუ რაღაც საქარი მინა არ ამოვიდა ფაქტიურად მოგვიწყვია აქ და აქ გაწყვეტა რა მოკლედ ესე მეგობრებო დროებით გამშვიდობებით ყველას აი ესე მეგობრებო აიწყო აი ზაზორშის დაჭდა აი ესე დაჭდა აქაც ეს გამოვიდა მოკლედ გახსოვთ აქ ჩაშენება იქაც ჩაშენება ესე შავი ნაკლატკა და დანარჩენსაც უკვე ბიჭები აწყობენ დანარჩენს აწყობენ ეს ბამპერი აქაც ანალოგიურად შავი დიფუზორი მოდის იქაც შავი დიფუზორი მოდის და აი ეს დასში წინა მხარე კონდიციონერს და თუკები აქვს მოსაგვარი ამ ყველაფერს რომ მოაგვარებენ ეს იმ ბამპერის შავი დეტალებია ცოტა იდეალური და ყველაფერი აიწყობა და გამოვა და გავა ეს მანქანა აქედან ამით დასრულდა ჩვენი აშენებული კრილო ჩვენი სერვისიდან ჩაშენება მოხდა აქედან